კორეელმა სპორტსმენებმა წარმატებით დაასრულეს გამოსვლა ევროპის თასზე ძიუდოში, რომელიც დიდებს შორის გაიმართა. მათ შეჯიბრებას 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლის აღება შეძლეს. უმაღლესი სინჯის მედალი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი იანტბელიძემ მოიპოვა, რომელიც გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი აიღო შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელმა თაკო გიგოლაევმა, ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენლებმა 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში საბა საბაშვილმა და 70 კილოში დალი მაზანაშვილმა. ამავე სინჯის მედალს დასჯერდა კლუბ გორიჯვრის წარმომადგენელი ვაჟა ავაზნელი, რომელიც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ევროპის თასი ძიუდოში დიდებს შორის გორში პირველად ჩატარდა. ტურნირში 15 ქვეყნის 200-მდე ქალი და კაცი ძიუდოისტი იღებდა მონაწილეობას. ევროპის თასზე საქართველოს ნაკრების მონაპოვარი ჯამში 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 15 ბრინჯაოს მედალია. გორმა უმასპინძლა ევროპის თასს უფროსებს შორის. მონაწილეობდი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ჩავატარე 5 შეხვედრა და გავხდი ჩემპიონი. 5-ვე შეხვედრა რთულმეტოქეებთან მომიწია. საკმაოდ ძლიერი სპორტსმენები იყვნენ, თუმცა შევძელი და ყველა შეხვედრა იკონით დავასრულე. მეტად სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ ჩემს კედლებში ამდებოდა შეჯიბრი და ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მეგობრები, ჩემი ტრენერები ყველა ჩემს გვერდით იყო და უდიდეს მოტივაციას და ძალას მაძლევდნენ. გორში ჩატარდა დიდების ევროპის თასი, სადაც მივიღე მონაწილეობა 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ჩავატარე 3 შეხვედრა. იყვნენ კარგი მეტოქეები, ადვილად მოვიგე, სხვათა შორის მესამისთვის როცა ვიჭილავე. კარგი შეჯიბრი იყო, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ მთელი ჩემი შემართებით მეასპარეზა. ეს ყველაფერი იღებს შედეგს, მომცა დიდი მოტივაცია და ვემზადებით ახლა უფრო რთული და უფრო მნიშვნელოვანი შეჯიბრებებისთვის. უკეთესია სინჯის მედალის მოპოვება მინდოდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეცდომებს ყველაფერს გავითვალისწინებ და შემდეგში უკეთეს შედეგს დავდებ. გორის ევროპის თასზე ჩავატარე 3 შეხვედრა, ვიასპარეზე 70 კილოგრამ კატეგორიაში. აქედან ყველაზე მეტად გამოვარჩევდი ბრინჯაოს შეხვედრისთვის, ბრინჯაოს ფინალს. რთული მეტოქე იყო, კარგი მეტოქე იყო, მასთან წარმატებას უსურვებ, თუმცა ბრინჯაოს მედალი მე დამრჩა. და ყველა სპორტსმენს უსურვებ წარმატებას. საფუძველი ჩაეყარა ამ ტურნირს გორში და ყოველწლიურად ჩატარდება, რაც ძალიან სასიხარულო არის ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი სპორტსმენებისთვის, მომავალი თაობისთვის, რადგან ძალიან ბევრს სწავლობენ ამ შეჯიბრების სქერითაც. შემდგომში უკვე მოზრდილი ბიჭები, ვინც რო ეროვნულ ნაკრებში უნდათ რომ დაიმკვიდრონ ადგილი, იმათვის დიდი გამოცდილება არის ასეთ ტურნირებში მონაწილეობა. წელსაც ამ ტურნირზე მიიღეს ჩვენმა სპორტსმენებმა მონაწილეობა და 4 medali მოიპოვეს ჩვენი სკოლის სპორტსმენებმა. ესენი არიან იანტბელიძე გიორგი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რომელმაც ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა. მან წარმოაჩინა თავისი მომზადება და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას აქვს უნარი იმისა, რომ დაიმკვიდროს ეროვნულ ნაკრებში ადგილი. რაც შეეხება შემდეგ მონაწილეებს, საბაშვილი არის ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელიც არის ძალიან პერსპექტიული და მას ძალიან კარგად იასპარეზა, ხოლო ერთი შეხვედრა დათმო და მესამე ადგილი მოიპოვა. რაც უფრო გასახარელი არის ჩვენმა გოგონებმა 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ესენი ჯერ კიდევ არიან ჭაბუკების ასაკში და მათ ტოლი არ დაუდეს დიდ მონაწილეებს და მესამე საპრიზო ადგილები მოიპოვეს და ეს ჩვენ გუნდისთვის მეტად სასიხარულოა.